პირველ რიგში რამდენიმე განმარტება სათაურთან დაკავშირებით რა. დღესდღეობით ესია მიღებული, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანი აღიქმება ცოტა უცნაურად. განსხვავებით იმისაგან, რასაც თქვათ ლიტერატურა მრავალი საუკუნის მანძილზე ამტკიცებდა. დღეს რაც უნდა ვილაპარაკო, ალბათ იქნება იმისი საწინააღმდეგო, რასაც დაახლოებით თქვენი პროფესიის ადამიანები ყოველდღიურად ამტკიცებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. გულისხმობ სოციოლოგებს, იურისტებს და ამ მსგავსი პროფესიის ადამიანებს, შეიძლება პოლიტოლოგებსაც და ასე შემდეგ რა. ჩვენ ვილაპარაკებთ დღეს ადამიანურ თავისუფლებაზე და შევეცდებით ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ვამტკიცოთ ამბავი, რომ ადამიანი არ წარმოადგენს სოციალურ ცხოველს. და ადამიანი გაცილებით უფრო მეტია, საერთოდაც უფრო მეტია, ვიდრე ის, რასაც დღეს ჩვეულებრივ ჩვენ გვასწავლეთ. დავიწყოთ პრინციპული კითხვით. ეხლა არ ვიცი, რამდენად თავისუფალი აუდიტორია მყავს, იმიტომ რომ მე როცა ამ თემაზე ვკითხულობ ტექსტს, მთავარი კითხვა ზოგადად, რაც ადამიანს შეეხება ჩემთვის და რაც ლიტერატურას მკითხველს ან მწერალს შეეხება სულ ერთია, არის ერთი. რა ფერის ტრუსი კი აცვია მას? საცვალის დილობიანად რო ვთქვათ რა. ეს არის პრინციპული საკითხი. ამაზე მნიშვნელოვანი კითხვა პრინციპში ლიტერატურაში უკანასკნელი 50 წელიწადია არ დასმული. ჩვენ ალბათ არ გახსენდებათ ტექსტი, სადაც ეს კითხვა არის დასმული, ეს გახლავთ ძალიან ცნობილი რომანი და თქვენთვის ყველასთვის საყვარელი ფილმი, ვიღაცამ გუგლის ბუდეს გადაუფრინა. ტექსტის მთავარი კითხვა მდგომარეობს ზუსტად ამაში, რა ფერის ტრუსი გაცვიათ თქვენ? და თუ თქვენ გაცვიათ შავი ტინის ტრუსი თეთრი ვეშაპებით, მაშინ თქვენ ჭეშმარიტი ადამიანი ხართ. თუ არ გაცვიათ, მაშინ ერთი მათგანი, ვინც წარმოადგენს ამ პაციენტს, ან პირიქით იქ ზედამხედველებისა და ექიმების დიდი ჯგუფის განუყოფელ ნაწილს. ოდე დავიწყოთ, რა შეიძლება ნიშნავდეს შავი ტინის ტრუსი თეთრი ვეშაპებით. საქმე მდგომარეობს შემდეგში. კენგისი იყო უკანასკნელი გენიოსი, რომელმაც გაბედა მასხრა დაეგდო მთელი ამერიკული ლიტერატურა. და თეთრ ვეშაპებში იგულისხმება, რა თქმა უნდა, 19 საუკუნის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი, თავის დროზე არ დაფასებული და მე-20 საუკუნეში კატასტროფული გავლენის მქონე რომანი მობი დიკი, თეთრი ვეშაპი. და ვისაც ტექსტი კენგისის რომანისა კარგად გახსოვთ, ერთ პალატაში ძინავთ მაკბეტის და ამ ჩვენ გოლიათ ინდიელს. და ზუსტად ინდიელი დაინახავს ამ შავ ტრუსებს და მაკბეტი მიხვდება რა, რომ კიო ძალიან სასაცილოა მესმისო რა, მაგრამ ჩემმა შეყვარებულმა მაჩუქაო. და მითხრა, რომ ძალიან სიმბოლურია შენთვის. აი ეს სიტყვები არის პრინციპში, როგორ გითხრათ, კვანძის შეყვრა ტექსტში. და შეიძლება კვანძის გახსნას. კვანძის გახსნა არის უკვე ტექსტის დასრულებამდე რამდენიმე გვერდით ადრე. როდესაც ინდიელი გაპარვის წინ გამოუღებს უჯრას, თავზე დაიხურავს მაკმერპის ქუდს და ახო ვიწრო მომივიდაო. და ადგება და იქვე მეზობელს მასთან რა ქვია, საწოლთან დაუტოვებს ამ ქუდს, თვითონ მოკიდებს ხელს ამ უშუალებელ პუნქტს, გაანგრევს პანჯარას და გაიქცევა. ძალიან საინტერესოა, როგორ შეიძლება გავიქცეთ ჩვენ. იმიტომ რომ იდეაში მწერლობა, ნამდვილი მწერლობა, რითაც თანამედროვე ქართული ლიტერატურა ვერ დაიკვეხნის, წარმოადგენს ადამიანის გაქცევის უცნაურზე უცნაურ ისტორიას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ლიტერატურის ყველაზე უფრო უცნაურ და უსამართლოდ არაპატრიცემულ გმირს, როცა არაპატრიცემულს გულისხმობ რასცით, არიან გმირები და არის ტექსტები, რომლებსაც როგორც წესი მოსახლეობის უმრავლესობა აღიარებს ხოლმე, უნდა აღიარებს
არა მათი ნამდვილი ღირსებებთა გამო, არამედ აღიარებს სულ სხვა ფსევდო რაღაცების გამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ავთანდილს შავი ტინის დროსები ეცვა თეთრი ვეშაპებით. და ჩვენ დღეს შევეცდებით დავამტკიცოთ გარკვეულწილად, ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად. როგორც წეგან თქვი, რომ ავთანდილი იგივე მაგბერფია. და რომ ავთანდილი გახლავთ უბრალოდ გაზრდილი, und კარგად გაზრდილი Tom Sawyer და Huckleberry Finn. დაუბრუნდეთ ქართული ლიტერატურის ამ უცნაურ პერსონაჟს, რომელიც მერე სამწუხაროდ ჩვენდა და ეს ძალიან დამახასიათებელია ჩვენთვის და თუ მერე კითხვა გაგიჩნდება, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და ამაზეც აღვნიშნოთ გმირი, რომელიც ქართულმა ლიტერატურამ დაივიწყა ერთხელ და სამუდამოდ და რომელიც მერე ქართულ ლიტერატურაში აღარასდროს აღარ განმეორებულა. რა აქვს ამ კაცს ისეთი, რაც ალბათ მხოლოდ მაშინ ჰქონდათ ქართველებს, როცა ეს რომანი იწერებოდა, ეს როგორც ჩემი ლექტორი იძახდა ხუმრობით, ეს პირველი ქართული დეტექტიური რომანი, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი პრინციპში დეტექტივია. რა დავკარგეთ მაშინ, დავკარგეთ ისეთი, რაც დღესაც არ აგვაქვს. და იქნება ამის ბრალია ყველაფერი ის, თუ რამე პრობლემა ადამიანური თვალსაზრისით დღეს ჩვენ საზოგადოებაში არსებობს. მოდით უფრო ახლოს ტექსტთან. ვინ არის ავთანდილი? ავთანდილი არის დაახლოებით ალბათ შინაგან და უშიშროებათა საქმეთა მინისტრი ერთდროულად ვეფხისტყაოსანში, არაბეთის მაშინდელი იმ მსოფლიოს პრინციპში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს პირველი არა და მეორე კაცი, მეფის შემდეგ პირველი და რას აკეთებს ეს კაცი? აკეთებს უკიდურესად უცნაურ და თანამედროვე ცხოვრებისთვის და თანამედროვე მსჯელობისთვის სრულიად ალოგიკურ რამის. ხდება შეყვარებული და ეუბნება, რომ იცი რაო? აი ერთი წლის წინ რომ ვიღაცა კაცი ნახეთ, ტყეში ხო გახსოვს, გაბურძმული მტირალი. კიო როგორ არ მახსოვს? აი ხა მე მინდა რომ შენ წახვიდე იმის საძებნო და 3 წელი ეძებო. და ჩვენ მთელი ქართული საზოგადოება სრულიად ბუნებრივად აღვიქვამთ, რომ კი კაცო, ეს კაცი უნდა წავიდეს, იმ კაცი რატომ უნდა წავიდეს, ხო არ იცით? ამაზე უცნაური ქმედება ქართულ ლიტერატურაში არ არსებობს. კაცი ყველაზე ძლიერი სამეფოს მთავარი მინისტრი უარს ამბობს არა მხოლოდ თავის ქონებას, არა მხოლოდ თავის მდგომარეობაზე საზოგადოებაში, არა მხოლოდ მოპოვებულზე თუ რამე მოუპოვებია ქვეყანას. არამედ უარს ამბობს ყველა იმ ფასეულობაზე, რომელიც დღეს ჩვენ ვიცით. ეს არის ერთგულება, სახელმწიფოსადმი, სამშობლოს სიყვარული, რომელსაც გამუდმებით გვავალებენ. ადამიანური მოვალეობა შენი ქვეშევრდომებისა და სიუზერენის წინაშე. ავთანდილისთვის ყველაფერი სულერთია. და იმდენად სულერთია, რომ მეორე წასვლის დროს ამას პირდაპირ ამბობს. როგორ კაცო, მე ჩემმა შეყვარებულმა გამიჯდა და სამშობლოს სიყვარულით გამიჯერთ, აკო? თინათინ ვსტოვებოდა, სახლს ვერ დავტოვებო? ედავთ? ყველა ის იდეა, რომელიც თითქოს ჩვენ გვაწუხებს, რომელიც თითქოს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ხელს გვიწყობს იმაში, რომ საზოგადოების ნაწილი ვიყოთ, ავთანდილისთვის სრულიად უმნიშვნელოა. ავთანდილი დაადებს თავს და მიდის თვითონაც არ იცის სად მიდის. მსოფლიო ლიტერატურაში არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ დარჩნენ და რომელსაც სანამ ლიტერატურა იარსებებს, ვერაფერი ვერ ამოძირკვავს. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს პერსონაჟები არ იქნებიან ისინი, ვინც ღრმა ფილოსოფიური ხედვებით გავსებენ თქვენ. ეს პერსონაჟები როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს. არ იქნებიან არც ოთარანთქვრივები, არც თავსაფრიანი დედაკაცები, არც ლელთხუნიები, არაფერი მსგავს.
სოფლიო ლიტერატურამ დაამტკიცა, რომ ეს ადამიანები არის ათამდილი, დარტანიანი თავის ძმაკაცებთან ერთად, ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი და სულ ბოლოს თუ ხუმრობით ვიტყვით და პრინციპში უკვე სერიოზულადაც ასეთი გმირი შეიძლება ნაკლები ხარისხის ლიტერატურულად, ამას არავით არის დღეს ჩვენი საუბრისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ცნობილი ეს პატარა სათვალიანი ბიჭი იმ გაუთავებელი რომანების ციკლიდან, რომელზედაც ასევე გაუთავებლად იღებენ ფილმებს. რა აქვთ მათ საერთო? არიან უცნაურია. ათამდელი არ არის იდეალური ადამიანი. ვიღაცა თავისთვის სრულიად უცნობი ქალის გულისთვის, კლავს თავისთვის სრულიად უცნობ კაცს, არ მხოლოდ კლავს, არამედ თით საჭრის და ეს მოჭრილდით მოაქვს ამ ქალთან, რომ აგერ მოკალი ნამდვილად ხო შეიძლება მოიხსენი რა ბეჭედი და მოუტანე. არა თითი მოაქვს. არ არის იდეალური კაცი. აღენ თავის საფრთხეს საერთოდ ხალატობს. იწერს რუსთაველი რომ ეხა თინე ფატმანთან როცა ესენი ერთთან ბავში იყო თინათინზე ფიქრობდა ამან. თქვენ გჯერათ? რა ვიცი. რამე შეუძლია. ვინ არის დარტანიანი და მისი მეგობრები? იდეალური ხალხი არის, ანუ ამის მათხოვები, არადიორები, ლოთები, რუშები, გამომძალველები, ალფონსები, მათყუარები, კაცის მკვლელები, შეთქმულები. ინეუნა დიდხანს შეიძლება გაწევდეს ისი. ვინ შეიძლება იყოს კიდე ადამიანი? მე რადგანაც თელი კაცობრიობა გიждდება. აი, დარტანიანი, ათოსი, პორთოსი, არამისი იღებენ ფილმებს, გაუთავებლად იღებენ ფილმებს. რა აქვს ამ ტიპებს ისეთი? რაც აღარ გვაქვს დღეს ჩვენ. უცნაურია ეს 4 ნაძირალა რომ არ იყოს. საფრანგეთს ხო დედოფალი არ ეყოლება. ევროპაში ხო ომი იქნება გაუთავებელი. ინგლისსა და საფრანგეთს, ესპანეთსა და საფრანგეთს, ავსტრიასა და საფრანგეთს შორის. ლუდოვიკო მეფე ხო ძალაუფლებას დაკარგავს და დაკარგავს. კარდინალი ხომ გაძლიერდება და გაძლიერდება. ოღონდ მთელი ევროპა დადგება თავდაპირველად. ალექსანდრე დიუმამ არსოც არ გიფიქრიათ, რატო ქვია საქართველოში ფრანგული კულტურის ცენტრს იმ კაცის სახელი, რომელსაც თითქმის არც ერთი რომანი არ დაუწერია მხოლოდ თვითონ. რატო არ ქვია ვიქტორ ჰიუგოს სახელი, გენიოსი რომანტიკოსის? ან სხვაების რა, პოლ ვერლენის სახელი, არტურ რემბო, რატო არ ქვია? არტურ რემბოს სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი. ცუდი იქნებოდა? არა. ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი. იმიტომ რომ როგორც ბიოგრაფები აღნიშნავენ, ეს ხიარული მსუქანა, მოღალატე, გაფუჭებული კაცი, რომელიც ლამის ყოველთვე იცვლიდა საყვარლებს და წესიერად ვეზრდიდა შვილს, უცნაურია, მაგრამ საკუთარი თავისგან იწერდა პერსონაჟებს. ალექსანდრე დიუმა იყო ერთადერთი თავის თაობაში ალბათ, ვინც მიხვდა, რომ თავარი არ არის იყო კარგი ადამიანი. თავარი არ არის საზოგადოების სასარგებლო წევრი იყო. არაფერი არ არის საერთოდ მთავარი. თავარია იდგე იქ, სადაც არ შეგიძლია რომ არ იდგე. აკეთო ის, რაც არ შეგიძლია რომ არ აკეთო. და მაშინ მხოლოდ თქვენზე, მათყუარებზე, ქურდებზე, ალფონსებზე, ყაჩაღებზე და ნაძირალებზე დადგება მთელი ევროპის ბედი. და თქვენ ეს არამზადა ხალხი ევროპას საკუთარი მხრებით გაატარებთ.
ახლა არ მითხრათ, რომ გრაფი მონტე-კრისტო არ გიყვართ. სხვა შორის, სამი მუშკეტერი ალბათ უფრო დიდი რომანია, ვიდრე გრაფი მონტე-კრისტო. და გეტყვით ახლა რატო? იმიტომ რომ პრინციპში იდეა არის ზუსტად ერთი და იგივე. ადამიანი, რომელსაც მარტო შეუძლია შეცვალოს სამყარო. და ამბიცია აქვს შეცვალოს სამყარო. ოღონდ რა შეეშალა იცით? შეეშალა ბწყალებში ამ სუქან და ფულის მოყარე ფრანკს. მონტე-კრისტოში კიცე ხასიათის გარდა იძულებული გახდა, რომ ამ კაცისთვის ბევრი ფულიც ებოვნებინა. აი სამუშკეტერში დიუმა არ ვიცი ცნობიერად, არ ვიცი ქვე ცნობიერად, ზუსტად მიხვდა. რომ მათხოვარიც რო იყოთ, თქვენ მაინც შეგიძლიათ შეცვალოთ სამყარო. მე-20 საუკუნეში ძალიან პოპულარული გახდა აი მოდერნიზმში და განსაკუთრებით მოდერნიზმის მერე ძალიან პოპულარული გახდა ადამიანები, გახდნენ და პერსონაჟები. როგორ გითხრათ, როგორ იცით? ასოციალური პერსონაჟები. გაიხსენეთ თამაში ჭვავის ყანაში. გაიხსენეთ მექანიკური პორტუხალი. გაიხსენეთ ენგისის ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუყო. მე მაინც ესე ვიტყვი ამ სათავეს. ახალი ქართული სათავე არ მიყვარს. გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა მე სხვა. სიკვდილში თქვენ. რა ელის სამყაროს და რა ელის ადამიანს? ვინ ხართ თქვენ? სინამდვილეში კაცი, რომელიც დღეში ალბათ როგორც ამბობენ 12 სიგარას ეწეოდა და ჟურნალისტმა რომ ყელში რო ამოვიდა სიგარის ყვამლი უთხრა რომ რამდენს ეწევით ბატონო მარკო ან ბატონო სამუელი როგორც გინდათ. რა გინდათ იცითო? უთხრა ბატონო სამუელი ბევრია სიგარა როცა ორს ერთდროულად ეწევი. სანამ კი არ და თუ ამ კაცის წიგნი ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი, რომელიც სხვა შორის 4 რომანისგან შედგება და არა 2-ისგან, როგორც ქართული მკითხველის საზოგადოების უმრავლესობას გონია. სხვა შორის მინდა დაგამწუხროთ, სამი მუშკეტერი ბოლომდე არ არის ქართულად, ასევე როგორც ტომ სოიერის თავგადასავლები. წარმოადგენენ ადამიანებს, ვისთვისაც შეუძლებელი არაფერი. ამ წარმოდგენიათ, რომ ტომ სოიერმა ვერ გააკეთოს. ბიჭმა, რომელმაც ქვეყანაზე არაფერი არ იცის. ტომ სოიერს შეუძლია, ამიტომაც არის ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი, სრულიად გენიალური ტექსტი. ბიჭი, რომელიც მთელი დანარჩენი ამერიკის ნაცვლად აუქმებს მონობას. მოს ტექსტი ემენტარდება რომ კი, მაგრამ თუ ვიცოდი რომ გაუქმებული იყო მონობა, ამ ზანგის გაპარება რაღა იყო, გამოგვეშვა ბარემ. ას ხო უინტერესო იქნებოდა. არის უცნაურზე უცნაური ძველი რომაული გამორჩევა. რომელიც დაახლოებით ალბათ ეს ეშხერს. მე ისეთი თავისუფალი მინდა ვიყო, რომ ბორკილებიც კი ჩემს უნებართოდ ვერავინ შემხსნას. თანამედროვე საზოგადოების პრობლემა ჩვენი პრობლემა უბრალოდ. მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ ჩვენ გონია, რომ ბორკილები ერთმანეთს შეიძლება შევხსნათ. აი დანტე ალიგიერმა აღმოაჩინა, რომ ბორკილებს მხოლოდ თითოეული ჩვენგან მარტო შეიხსნის. და დღეს მე მოვედი აქ იმისთვის, რომ ვამტკიცო. ადამიანი სოციალური ცხოველი არა, ემოთ არსება. ადამიანი გახლავთ უცნაურზე უცნაური მარტო კაცი.
რომელსაც ვერაფრით ვერ გაურკვევია და ალბათ არც არის საჭირო გაარკვიოს, რისთვის და რატომ მოვიდა ქვეყნად. რისთვის და რატომ სუნთქავს. მაკმერფი თუ ვინმეს აქაბზე ნაკლები გონია, ბიბლიურ აქაბზე. და მე მელვილის აქაბზე. აი იმ კოჭილ კაცზე ვის სხეულშიც დემონი უფრო მეტია ვიდრე ადამიანის სული. ძალიან ცდება. ნიკოლოზ ბარათაშვილი ყველაზე უკეთესად ქართულ მწერალთა შორის მიხვდა, რომ თავისუფლება, რომ მერანი თუ კარგად გაარჩევთ, არა ისე როგორც ჩვენთან სკოლაში და ინსტიტუტში არჩევენ. მერანი თავისი უცნაურზე უცნაური იდეით სინამდვილეში ალბათ ქართული ტექსტებიდან ყველაზე უფრო მეტადაა ქრისტეს ხორციელი გზის განმეორება. ლექსად. გასცე ყველაფერი. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამ ყველაფრის გაცემა გინდა. ავთანდილ სიარულისას, უცხო მოყმის ძებნისას ან ნესტანის ძებნისას უცებ რომ აღარ მონდომებოდა ძებნა და მაინც გაეგრძელებინა, ავთანდილი მონა იქნებოდა. გესმით? ავთანდილის მთელი მშვენიერება, ისევე როგორც მერანის ლირიკული გმირის მთელი მშვენიერება გომარიობს იმაში, რომ ისინი აბსოლუტურად თავისუფლები არიან. იმიტომ რომ ადამიანი უცნაური არსებაა და არა მხოლოდ სოციალურ მოვალეობათა და მორალთა და ასე შემდეგ მონა შეიძლება გახდეს. კიდევ უფრო თავისუფლად ადამიანი შეიძლება თავისუფლების მონა იყოს. და თუ თქვენ თავისუფლების მონა იქნებით, ლიტერატურა ამტკიცებს, რომ თავისუფალი არ იქნებით. ადრე როცა გულისხმობ ანტიკურ ეპოქას, როცა საზოგადოების წევრთა დახასიათება ჭირდებოდათ ხოლმე, შემოდიოდა ფილოსოფოსებს ჰქონდათ ამგვარი გაგება, იყვნენ მონები და იყვნენ მოცალეები. მე მაგალითად ძველ ანტიკურ სამყაროში მონა ვიქნებოდი. ანუ ადამიანი, რომელიც უფლებო კი არ არის, ეში ადამიანი, რომელიც საკუთარი შრომობს იმისთვის, რომ პურის ფული იშოვოს, ასე ვთქვათ. ანუ აკეთებს იმას, რაც შეიძლება არც უნდოდეს, რომ გააკეთოს. მოცალე იყო ის ადამიანი, რომელიც საკუთარი სულის სრულყოფისთვის ზრუნავდა მხოლოდ. და როგორც ჩვენ ხუმრობით სკოლაში ვამბობდით ხოლმე, მოცალე იყო ის ბოჩქაში მჯდარი კაცი. რომელმაც უცოტა გვერდზე გაიწიეთ უძმა ხარო რა. დაუბრდი ძვლების გათხოვა მინდა. მე-19 საუკუნის რომანტიზმის აბსოლუტურად რომანტიკულ მხატვრობაში, ანუ რომანტიზმის ეპოქის მხატვრობაში იყო ესეთი დიდი გერმანის ინგლისელი მხატვარი უილიამ ტერნერი. შეიძლება იცით კიდეც. დიდი დავაიხა, ვინ იყო ყველაზე დიდი რომანტიზმში, კასპარ დევიდ ფრიდრიხი, გერმანელი გენიოსი თუ უილიამ ტერნერი, ინგლისელი არანორმალური. არა, მოდი ახლა ამაზე ნუ გავჩერდებით. ალბათ კი არა, ფერებით ტერნერი ჯობდა და ფილოსოფიური აზრით ჩვენი გერმანელი. უილიამ ტერნერს აქვს ერთი სურათი, რომელსაც დაახლოებით ესე ქვია თოვლიანი ქარიშხალი ზღვაზე. ძალიან ძნელად გასარჩევი სურათია, სადღაც ესე იგი ქარიშხალი ტრიალებს, შორს ჩანს გემი. სიმართლე გითხრათ, დიდი არაფერი რა, მაგაზე უკეთესი ნახატებიც აქვს ტერნერს. არა, ამ სურათს აქვს უცნაური
ისტორია, რომელიც არავინ არ იცის ზუსტად აქ თუ არ აქვს, იმიტომ რომ ტერნერს თვითონ უყვარდა საკუთარ თავზე ლეგენდების შეთხზო. ანუ ერთ-ერთი ვერსია ეგეთია. რომ უილიამ ტერნერი თვითონ იმყოფებოდა იმ ხომალდზე, რომელიც ქარიშხალში მოყვა რა. და მე აქ ეგეთი მოგონება რომ გემბანზე გაჩერების შანსი არ იყო, იმიტომ რომ ეგრევე ზღვაში გადავარდებოდიო რა, მით უმეტეს გამოუცდელივენ ზღვაური. ტრიუმფში ჩასვლა არ შემეძლო უბრალოდ. იმიტომ რომ ის რასაც ხედავდიო, ჩემთვის იყო აუცილებლად მნიშვნელოვანი. და მოიფიქრა ესეთი რამე, რომ მეზღვაურებს თხოვდა მთავარ ანძაზე მიამბეს. და მაშინ მიბმულმა როცა ეს ყველაფერი ვნახეო, ტერნერი იგონებს. საკუთარ თავს მივეცი პირობა, რომ ამას აუცილებლად დავხატავ. რადგან არ უნდა დამიჯდეს. მე ხშირად ვამბობ ხოლმე ხელოვნების ლექციებზე, რომ ეს არის ალბათ სხვა უამრავ გამარჯვებასთან ერთად, ეს არის უილიამ ტერნერის ყველაზე მშვენიერი მარცხი. ჩვენ მივედით თემასთან, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია მე-20 საუკუნის აზროვნებისთვის. ამას აუცილებლად დავუბრუნდებით ადამიანურ მარცხს. და მივიღოთ ზუსტად ფოლკნერთან. ხო და რატო ეხლა? რომ არა ალბათ შეუძლებელია სხვა სურათის დახატვისას ტერნერს ქონოდა ემოციების მხატვარ, კაცს ქონოდა უფრო დიდი ემოცია, ვიდრე მაშინ იქ ანძაზე მიმულს. ოდმე გარწმუნებთ, რომ ტერნერის სხვა ნახატები გაცილებით უკეთ გადმოგცემენ სხვა ნებისმიერ ემოციას, ვიდრე აი ეს სურათი. ქარიშხალის ზღვაზე. და ეს სურათი კარგ ხანს ეკიდა სახლში ტერნერს და ცნობილია რომ ერთი ჟურნალისტი მივიდა და აკებს ეხლა რა რომ აი რა ხევა ხართ რა მაგარი ხართ როგორ აი დედა თქვენსაც ესე იგი როგორ პატივისცემს თქვენ ხართ როგორც ნუ მეცო გიждდებიო თქვენზე აიო ეს სურათი აქო სახლში რო გიკიდია თუ კაც ეს ქარიშხალის ზღვაზე არაჩვეულებრივი ნახატი ძალიან მომწონს დედა თქვენსაც ძალიან მომწონს ყველას მომწონს აბსოლუტურად თქვენი აზრით ტერნერს რა შეიძლება პასუხი კაცა პასუხი როგორც კაცმა რომელიც ყველაზე უკეთ იცის საკუთარი თავის თუ არც მოგწონთ უილიამ ფოლკნერს მე-20 საუკუნის ალბათ ყველაზე დიდ ამერიკელ მწერალს ჟურნალისტმა ერთხელ კითხა, არ მახსოვს ახლა ჟურნალისტმა კითხა თუ სტუდენტმა კითხა რა მნიშვნელობა, კითხეს რომ მოკლედ ჩამოთვალეთ ერთი თუ შეიძლება თქვენი თაობის ყველაზე დიდი ამერიკელი მწერლები. ჩამოთვალა უაშკაცურად. ჯონ დოს პასოსიო, თომას ვულპიო, მეო, კიდევ ვიღაცა და ერნესტ ჰემინგუეი. გაგიჟდეს როგორ კაი, თქვენ ჯანდაბას თავმდაბალი კაცი ხართ, პირველზე საკუთარი თავი არ გაიყვანეთ. მე-5-ზე ჰემინგუეიო? იო ამან. იცი რატო? მე პატივს ვცემ ადამიანს და მწერალს. რომელიც რომ ყველაზე მეც გარისკავს და ყველაზე მაგრად დამარცხდება. აი ჯონ დოს პასოსმა იყო ესეთი სოციალურ თემებზე ბევრის მწერალი კაცი, რომელიც მე თავისი კომუნისტობის გამო სოციალიზმისკენ ესეთი პრობლემები ზნობები აკავშირებდა კომუნისტი არ ვიცი იყო. პრინციპში ცოტა მიივიწყეს ლიტერატურაში. თუმცა დიდი ნოვატორი იყო თავის დროს. პერიოდით დასრულებული თმით და ყოველთვის კაცრად ესე დენდივით დადიოდა. აგენო, ყველაზე მეტი მოინდომა ჩვენ შორის და ყველაზე მწარედ დამარცხდა. ალბათ გულისხმობდა მის ამერიკული ლიტერატურისთვის ფუნდამენტურ ტრილოგიას AШШ. და ჰემინგუეი მილაჩრაო. თავისი გზა იპოვნა და მე აღარასდროს აღარ იყო სიმამაცე
არჩეულისიდან გადაეხვია. Und გაფრთხილებთ, რომ ეს ფოგნერმა ჰემინგუეიზე თქვა მანამ სანამ ჰემინგუეი დაწერდა მოხუცთა ზღვას. როცა ფოგნერმა წაიკითხა მოხუცთა ზღვა, თქვა უცნაურზე უცნაური სიტყვები. ედათან მამაცახსო. ყველას გაჯობა. ჰემინგუეი ღმერთი იყო. William Faulkneri და მერე კენგისი და ნებავთ ენტონი ბერჯესი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი წიგნი ჰემინგუეიზე. და სხვა ჯორის არაფერს არ ეფერება პირიქით. სასტიკად სორდება ერნესტს. ამტკიცებდნენ, რომ ჭეშმარიტი წერა ნებავთ ჭეშმარიტი ადამიანი. ფასდება იმით, ვინ უფრო მეტს გარისკავს, და ვინ დამარცხდება ყველაზე სასტიკად. თუ გახსოვთ, როგორ მთავრდება, ახლა ძალიან კარგი ამბავი გამახსენდა. თქვენ თუ გაქვთ ნანახი არაჩვეულებრივი თანამედროვე ფილმი მოხუცების ადგილი აქ არ არის. ოდესმე თუ გიფიქრიათ ეს რა. ეგ არის ფილმი, სადაც ორმა ამერიკელმა ცინიკოსმა, იმიტომ თუ არ ვცდები, ძმებია ხო რეჟისორი, ძმები არიან რეჟისორები, გადაიღო შესაქმე შავი იუმორით. სადაც მონადირე, რომელიც ფულს მოიპარავს. ნახავთ ქრისტე. პოლიციის უფროსი, რომელიც 2 დღეში პენსიაზე უნდა გავიდეს. გახავთ ღმერთი. ის გაზის ბალონიანი კაცი ალბათ ეშმაკი, რომელიც თulis რომ ადამიანის სულები ან ფული, რომელსაც უდაბნოში ქრისტე მოიპარავს, მას ეკუთვნის. გახსოვთ ფილმი როგორ მთავრდება? ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე დაიკარგება ფული. ჰეპი ენდია რა. ანუ დაიკარგება თქვენი სულები. ანუ განთავისუფლდება ერთხელ და სამუდამოდ. თუ გახსოვთ კენგისის ამბავი, როგორ მთავრდება. პალატიდან გამოქცეულ ინდიელს. გზაზე გამვლელი მექსიკელი ჩაისვამს მანქანაში. მექსიკელი ვისთან ასოცირდება მთელს ამერიკულ კინემატოგრაფიაშიც და ლიტერატურაშიც. მექსიკელი ასოცირდება თავისუფალ კაცთან. წაიღონს და თავის ქურთუქს მიცემს. ეს გაიხადეო რა რაღაცვია ეს რა უბედურება არის. ეს რაღაცებს ატყუებს გზაში ამ მექსიკას. On მერე თხოვნს ბოლოს რომ შენი ტელეფონის ნომერი მომეწვე, რა გინდა? ეს კურტკა უნდა გამოგიგზავნო უკან. სამდენდის იცით? ზუსტად იმ ადგილას. აუცილებლად უნდა მივიდეო ტექსტი ეგრე მთავრდება. ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩვენი ტომი აყარეს. თუ გავიგებ რამოდენიმე ჩვენიანიო ისევ დაბრუნებულა კაშხლის ნაპირებზე ქოხები აუშენებიათ და თევზაობენ თურმე. აუცილებლად უნდა ჩავიდე. თუ რამე აკლია ქართულ ლიტერატურას, ქართულ საზოგადოებას, თუ რამე გვაკლია ჩვენ. გვაკლია ცალხევა, გახდარ და გამჯული ესპანელი. რომელსაც ფანჩი გადაიხედა, უცებ მიხვდება, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერება არა. ოღონდ არ დაიჯეროთ, რომ ტექსტი, რომელიც ამ ბოლოს მე მოგიყვანეთ, კარგი ტექსტი იყოს. ეს ტექსტი
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. წარმოადგენს ქართული მწერლური და შესაბამისად თავისუფალი აზროვნების კატასტროფას. რომ თუკი მე თქვენ დაგისვამთ კითხვას, ზუსტად ისეც, როგორცაც ტექსტში მთავარი გმირის სვამს, მოდით გადაიხედეთ ფანჯრიდან და ქუჩაში დგას ცალხელა გარუჯული ესპანელი. ოღონდ არა მის გვერდით დგას არავინმე დედიკოს ბიჭი, არამედ თვითონ პატივცემული ფოტოგრაფი, კაცი, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად ავტორის და სამწუხაროდ, რომ ავტორს ეს შეეშალა. ყველაზე მეტად შეესაბამება სიტყვა მაშა სადამ. თქვენ რას მიპასუხებთ? დარწმუნებული ვარ, რომ გამცემთ ზუსტად იგივე პასუხს, რაც ტექსტში, რომ ქუჩაში მაინც ერთი კაცი დგას. ზუსტად იმიტომ დგას ერთი კაცი, რომ ეს ტიპი პატივცემული ფოტოგრაფი არის სიტყვა მაშა სადამ. და არ ვიცი რა ფერის, მაგრამ შავი ტინის ტროსები არ აცვია თეთრივი შაფებით. ვითომ ჩვენგანს ყველას ალბათ ვინც დღეს თბილისში და საქართველოში დადის, აკლია ვაჟკაცობა საიმისოდ, ყველას როცა ვამბობ გულისხმობ არაკატეგორიულ, ასე ვთქვათ, ცნებას ცხადი. აკლია ვაჟკაცობა იყოს მარტო. და საკუთარი მარტოობა ატაროს არა ლოდი, რომლის გამოც მიწაზე ფორთხავს. არამედ ატაროს როგორც ძაძებ შიგნით ჯაცმული ანტიოქიის პალეკარტი. ბოლოს როდის ნახეთ ჩვენში მამაცი ლიტერატურული გმირი? მართლა მამაც. კაცი, რომელმაც თავისი სამყარო შეცვალა. არა ეგეთი გადმოცემა ეხა მე იმ ადამიანის სახელი და გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს. საბჭოთა საქართველოში მოხდა ეგ ისტორია. ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი თავისი წარმომავლობის და გამო გადაასახლეს. ეკიდან წერილი გამოგზავნა რა, რომ აქ მოკლედ ჩიმშილით გვდებიო რა და ოჯახთან და დამეხმარეთ. და ნუ ახლა საგანო თბილისში ამათმა თავი მოუყარეს ბოლოს, სანამ გაარკვიეს, სად უნდა გაეგზავნათ, სანამ ნებართვა რაღაცა მილიონი, გაუგზავნეს ბოლოს როგორც იქნა. და გადის რამდენიმე ხანი და უკან მოდის ფულიანი კონვერტი რუსული წერილით. სადაც დაახლოებით ესეთი რამე წერია, სულად უცნობი რუსი ქალისაგან. იგი გარდაიცვალა როგორც დედოფალი. თქვენი ფული მას აღარ ჭირდება. შიმშილისგან მოხდა რა. არავის არაფერი არ თხოვა და იმით. სანამ ქართული ლიტერატურა და ზოგადად ლიტერატურა არ დააბრუნებს აქ ჩვენთან, მარტოსული, ოღონდ მამაცი ადამიანის ხატს, მანამ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჯაყოს ხიზნების პერსონაჟები. ოღონდ არა happy end-ით დამთავრებული ჯაყოს ხიზნების. როგორ გითხრათ?
სანამ თქვენ უცებ ჩვენ არ გვეყოფა ვაჟკაცობა ალბათ ყველაზე უცნაური ქალის მერი შელის თავარი გმირი ყინულოვან ოკეანეში გავეკიდოთ საკუთარ დემონებს მანამ ჩვენ ადამიანები ძნელად თუ გვეტყვის მანამდე ჩვენ ვართ არსებები რომლებიც ბავშვობაში 4-ზე დავდივართ ახალგაზრდობაში 2-ზე მოახუშტის თუ არ ჩავთვლით სიბერში 3-ზე როგორ ვიცით ვეფხისტყაოსნის ავტორი ყველა დანარჩენი ქართული მწერლისგან განსხვავებით პირველი მიხვდა რომ ვაჟკაცობა გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი ვერაფრით მეტ კიდევ თქვენგანიც ვაჟკაცობას ვერ დავინახავ რაც არ უნდა გააკეთოთ აი ახლა რომ კუმბარას წამოვლოთ ხელი და რუსის ტანკი შეუვარდეთ აგერ ქუჩაში მე ვერ ვიტყვი თქვენ ვაჟკაცი ხართ თუ ლაჩარი ხართ ქმედებები კი არ თანსაზღვრავენ თქვენი სულის მდგომარეობას მიზეზები განსაზღვრავენ მიზეზები რომლებიც უხილავენ და ვაჟკაცობა თუ იმას დაუბრუნდებით რასაც პრინციპში ლექციის დაწყებამდე ვამბობდით რა ვიღაც ადამიანებს რომელსაც გონიათ რომ ვიღაცები რაღაცებს ართმენ და არიქა ხმალზე უნდა გაიკრან ხელი ვაჟკაცობა ტრის თუნდაც ძლიერის დამარცხება კი არ არის რუსთაველი წერს ბევრი ჭირის მოთმენა ასმათი ზუსტად ასე მიმართავს ავთანს ნუ მაგარი კაცი ხარ ვიცი რა ძალიან ბევრი ჭირი რომ მოგიტმენია იმიტომ არაში რომ ქაჯეთის ციხეს აიღებ ეგ სხვა რამე ეგ იმას ნიშნავს რომ შენ ხმალს მაგრად ხმალობ ომი მაგრად იცი შეიძლება სიკვდილის არ გეშინია მაგრამ ჩვენ როგორც საზოგადოებას კუდრები ვაჟკაცები რამდენიც გინდა იმდენი გვყავს ცოცხლების რა გითხრათ ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის რომ ვაჟკაცობა ისევე როგორც თავისუფლება ქმედებაში გამოვლენილი რამ გგონია და არა სულის უკიდურესად უცნაური და მტანჯველი მდგომარეობა. რასაც ზუსტად მიხვდა ნიკოლოზ ბარათაშვილი. და თუ ეს გონიათ რომ ჩვენ თითოეული ჩვენგანი თავისუფლებას მოვიპოვებთ და არ იქა მერე სულ თავისუფლები ვიქნებით. ძალიან ცდება. ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ ფეხის ნაბიჯს ჩვენ ხელახლა სულ 0-დან და შეიძლება მინუს უსასრულობიდან გვექნება მოსაპოვებელი ზუსტად იგივე, რაც ერთი წუთის წინ გვეგონა რომ ჩვენი იყო. და ეს გზა არასოდეს არ დასრულდება. თუ დასრულდება, მაშინ თქვენ გადაიქცევით საზოგადოებრივ არსებებად. ლიტერატურა ამტკიცებს და განსაკუთრებით 60-70-იანი წლების ევროპული ანიმაცია ამტკიცებს. თუ ვინმეს გინახოთ ფილმი, ანიმაციური ფილმი ტანგო. ეს ფილმი ამტკიცებს რა. რომ ადამიანის ცხოვრება, ყველა სხვა ადამიანის ცხოვრება გადაიქცა
მოძრაობათა უაზრო და ჩვეულებრივ და მოსაბეზრებელ ჯაჭვ. მაშინ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ დედამიწაზე იყვნენ შერყეული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ მთელი თავისი ცხოვრება მიეძღვნათ იმისათვის, რომ დაემტკიცებინათ, რომ დედამიწა მრგვალი. წარმოიდგინეთ, როგორ აფრენდა ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი ესპანელი, პორტუგალიელი, იტალიელი, მრავალი მარკვია. როდესაც პორტიდან გაყავდა გემები იმისათვის, რომ დასავლეთიდან უნდა წასულიყო და აღმოსავლეთიდან მოსულიყო. გეოგრაფიის მასწავლებელი მკვდარი ყავდა. არა იმ კაცს არ შეშინებია, უბრალოდ შეეშინდა და მაინც გადალახე შიში. ემტკიცებინა იმის საპირისპირო, რასაც მისი პერიოდის მთელი დანარჩენი კაცობრიობა ამტკიცებდა. წარმოიდგინეთ ის ორი უცნაური ესპანელი, რომელმაც სახლში ჩამოიტანეს თამბაქო, გვენაცვალე. ერთი მალე შეეშვა მოწევას და მეორე დაიჭირეს. პირიდან მყრალს უსუშვებს. ციხეში პირველი მწევრი მოწევის გულის. ამერიკელები ჩვენზე ევრად ადრე. ჩვენ ჯერ კიდევ პოსტ საბჭოთა ხალხი ვართ. მოსესი არ იყოს ალბათ კიდე თითქმის უნდა ვიარო თუ დაბნოში სანამ არ მოვა თაობა, რომელიც სხვანაირად იფიქრებს. ჩვენზე გაცილებით ადრე მიხვდნენ, რომ რაღაც თანამედროვე სამყაროში არ იყო ისე, როგორც მათ სინამდვილეში სურდათ. ყოველთვის მე თუ დაგვადებიათ კითხვა, ამ გიორგი ლეონიძეს რა ყივჩაღი აუთხდა ვერ გავი, რატო არ ყივჩაღის პაემონის ლირიკული გმირი ყივჩაღი და არა ქმარი. რატო წერია ლექსში რომ არიკა მივედით მცხეთა უნდა დავამტრიოთ კაც. რა კელაპტრები გადმოვყაროთ, რა არის. რას ვუმღერით ჩვენ? ცოლქმრის ღალატს? ძამადობას ვუმღერით? რატო კაცო ცოლქმრულ სიყვარულს ვუმღეროთ, რა არის ეს? არა, გიორგი ლეონიძე, ვერ მოგართვით. მორალური თავისუფლება თქვენ გქონდეთ. მე სხვანაირად ჩემებული თავისუფლება მინდა. უნდა იმახსოვრეთ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ბედნიერებას. ყოველად პირიქით. უილიამ ფოლკნერის არც ერთი გმირი ბედნიერი არ არის. უილიამ ფოლკნერის მთელი შემოქმედება ამ წყალგარეული ვისკის კონტრაბანდისტის რო კონტრაბანდისტი იყო უილიამ ფოლკნერის ამ წერას დაიწყება ვისკი შემოქმედა კუბიდან მთელი შემოქმედება არის ტანჯვა და ნაწილ-ნაწილ გაცემა საკუთარი თავის საკუთარი ხელით ეს თავისუფლებისათვის, რომელიც სინამდვილეში თქვენს მეტს არავის არ ჭირდება. და თქვენს გჭირდებათ თუ არა ძალიან გასაკვირია. და ჩვენი ეს ლექცია მინდა დავამთავრო ნამდვილი ისტორიით, რომელიც 1937 წელს თბილისში ხდებოდა. საგანში, სადაც დასახრეტად ციკლ მიშილები არის, ვინც იყვნენ რა, ყველანი იყვნენ. და გაყავდათ სათითაოდ იძახებდნენ და შემდეგ იყო ერთი უცნაური ტრადიცია. და მე მოვყვები კიდე ერთ ამბავს. ამბავს, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანი არის. იყო ესეთი ტრადიცია, ჰქონდა ციგარეტი, რომელიც იდო ფანჯარასთან
და გამოძახებული. ყველა გამოძახებული. იღებდა უკანასკნელ ბევრს და ისე მიდიოდა. სინამდვილეში ამაზე უფრო უკეთესი დადასტურება და გამოვლენება გამივნები თავისუფლებისა ჩვენ არ გვაქვს. ამით ის ხალხი ვინც ჯურღმულში იყო ჩაღრილი და ვის ნაწილსაც ჯეროდა რომ სტალინს ეშლება როგორ გაწვე ეშლება თორე ჩვენ აგრა გვინდა ვიღაცებს ვისაც მართლა ზულდათ ისინიც აიჯერა ყველანი იდიოტები და დასახლებად გამზადებულები იღებდნენ უკანასკნელ ღერს. იყო და არა იყო რა 1927 წელს თბილისის ქუჩებში დადიოდა ერთი ახალგაზრდა მაშინ ახალგაზრდა კაცი შალვე იყო რა არაფრით გამორჩეული მწერალთა კავშირის წევრი მეტნაკლებად აქტიური სოც წერალი კრიტიკოს ახალ დაქორწინებული მიხეილ ჯავახიშვილის მეგობარი და ერთჩენიერ დღეს მიხეილ ჯავახიშვილი დაიჭირეს და საქართველოს მწერალთა კავშირში აი მრავალწოდვა გადატანილ შენობაში რომელიც დღეს პრინციპში სადაუა გაიმართა კრება მაშინ ესე წესი იყო რომ ვისაც ესე იგი პოლიტიკურ ქვეყნის ღალატის მოხდით გაასამართლებდა მე იმას ოჯახის წევრებს სამსახურიდან გამოუშვებდნენ იქ იქნებოდა რაღაცა ბინა უნდა წაერთმით გაიმართა კრება იმის თაობაზე ვის უნდა შეხვედროდა მიხეილ ჯავახიშვილის ბინა და როგორც თვითმხილველები ამბობენ აქტიურობდა ბევრი ისეთი ვის სახელსაც დღეს ჩვენ ცოტა სხვანაირად მოვიხსენებთ დიდის პატივითა და მოწიწებით იდრა როცა ხალხის განაცხადი მოგინდებათ მე პროფესიით ლიტერატორი ვარ პრინციპში და მეც კი არ მახსოვს იმ 4 ადამიანის გვარი ვინც მწერალთა კავშირში თოფით თავის მკვლელი პაოლო იაშვილის დაკრძალვაზე მისვლა არ ითაკილა და არ შეეშინა. თორე იქ იყვნენ ადამიანები, ვინც ტვინგას ხმულ პაოლოს წიხლებს უთხრამდა. იმიტომ რომ ეჩვენებინა თავისი ერთგულება ხელისუფლებისად. მოკლედ გაიმართა ეს კრება და როგორც მე კეთევან ჯავახიშვილი თავის წინში იგონებს ჩვენ უნდა დავჭითო ელდანაცემები, იმიტომ რომ სახლში მოვიდა ჩეკას თანამშრომლების თანხლებით ამას ძალიან ახლო მეგობარი ბატონი შალო და ჩვენ გვითხრესო რა ნუ ჩეკას თანამშრომლმა თქვენი ცხოვრებთ იმ ოთახში ერთ ოთახში დანარჩენი ამას სხვა რა გზა იყო მიხეილ ჯავახიშვილის ნაწერები შეყარეს სააბაზონოში რამდენიმე დღე გავიდა ძალიან დაძაბულად რა წარმოიდგინეთ რომ სამუდამოდ შემოგისახეს სახში კაცი ძალიან მოკეთეც რო იყოს თვალად თბილი გზნობები ახლა ძნელია და ამით უმეტეს ახლა მოღალატე თუ თვლიან კაც მით უმეტეს ძნელი ცხოვრობდნენ რა ჩვეულებრივად ესენი ერთ ოთახში დანარჩენში იცხოვრეს ძალიან დიდხანს თორსტებ თითქმის 20 წელიწად ბატონი შალოა ქართულ ლიტერატურაში დარჩებოდა როგორც კაცი რომელმაც საზოგადოებაში დარჩებოდა კაცი რომელმაც თავისი ძალიან ახლო მეგობრის
წელთა კავშირში მისთვის რეკომენდაციის გამწევი კაცის ოჯახი დატოვა ბინის გარეშე. და რომელიმე თქვენიც მაგაც ჯვარით წერეთ ხოლოს, თქვენ რა მეუბნებით და ბინა რო წაართვას თქვენთვის თქვენს მეუღლეს ან შვილებს. რა შტაბეშტილება შეიძლება დარჩეს, ხო იმ კაცია რა. გავიდა ბევრზე ბევრი წელი და მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილმა ქეთევანმა აწერა წიგნი. სადაც მოყვა უცნაურზე უცნაური ისტორია. რომ რამდენიმე დღის შემდეგ შესახლებიდან ბატონი შალვა შევიდა ოთახში, სადაც ცხოვრობდნენ მიხეილ ჯავახიშვილის მეუღლე და შვილი. ასხედით უთხრა. და უთხრა დაახლოებით ესეთი რამ. გადასარევად ვიცი, რას ფიქრობ ჩემზე. ისიც გადასარევად ვიცი, რა ქვია ჩემს აქციებს. მაგრამ სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს. მე იქ სვანაერთ არაფრით არ შემეძლო მოქცეულიყო. რაც გავაკეთებო, არც თქვენთვის გამკეთებელი, არც ჩემთვის გამკეთებელი. თქვენი ქმარი და მამა რო იყო და ჩემი მეგობარი, იმისთვის გავაკეთე. ვერ დავუშვებდი, რომ მიხეილის სახლში შემოსულიყო კაცი, ვიც აქ შემოვიდოდა არა დახმარებისთვის, არამედ მისათაცებლად. ვიც ანგარებით შემოვიდოდა. ვერ დავუშვებდი, რომ თქვენ თუნდაც თეორიულად დაგმოხრებოდათ საფრთხე იმისა, რომ გეშიმშილად, ბინა დაგეკარგათ და ღიაცის ქვეშ აღმოჩენილი ხავთ. და მერე თითქმის 20 წელი როცა სამსახურიდან გამოუშვეს მიხეილ ჯავახიშვილის მეუღლე, თუ იცით ვინ უპოვა სამსახური, თუ გამოიცემთ. და სანამ სამსახურს უპოვნიდნენ, მანამ როგორ ირჩევდა თავს კი. შალვას მეუღლე, მიხეილის მეუღლე კარგად კერავდა. და შალვას მეუღლემ შეიკერა კა მასთან. და ხო როგორც არის ხა, მაშინ შალვა მიღებული კაცი. ბოლშევიკურ წრეებში და შეხვედრები, წვეულებები, მაშინაც ეწვეულებოდა ხალხს, ეწვეულებოდა. გალები ხო იცით როგორ ებიცხავთ. პოლიტიკური იდეები ნაკლებად გაინტერესებთ ხოლმე. ვაიმე ვისთან შეიკერე კაბა? ნუ აი კარგი მკერავი მყავს. და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბოლშევიკ ფუნქციონერთა უმრავლესობის მეუღლეები შალვას მეუღლის წყალობით მიხეილ ჯავახიშვილის მეუღლესთან იკერავდნენ კაბას. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ერთმა კაცმა 1937 წელს მარტომ მოუგოს ომი საბჭოთა კავშირს.